ალბათ ეს კომბაინი გახსოვთ, ეს არის მორესილი სუპერინტენსიური ნუშის ამღები ტექნიკა, რომელიც გაზაფხულზე ჩამოვიდა. დღეს უკვე აგვისტოა, მოსავლის ამღების სეზონს ძალიან მიუახლოვდით და რა თქმა უნდა, აგრომოტორსი მორესილის ბრენდთან ერთად ჩამოვიდა ადგილზე. მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის ჩვენთვის არის ის, რომ ტექნიკა გავმართოთ მუშა მდგომარეობაში. მორესილზე ორ სიტყვას გეტყვით, რაც წინა ვიდეოში მაგალითად არ მოგიყევით. ესე იგი, სუპერინტენსიური ბაღის ამღები ტექნიკა არის, როგორც ზეთის ხილზე, ისე ნუშზე მუშაობს იდეალურად. 134 ცხენის ძალიანი ტექნიკა გვჭირდება სამუშაოდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯონდირს გამოვიყენებთ, 61-34 B იქნება ტრაქტორი, რომელიც ამ ტექნიკას ამუშავებს. შეიკერი ტიპი არის, რა თქმა უნდა, თავისი დამოუკიდებელი ჰიდრაულიკური ავზი აქვს და კარდანული გადაცემით მუშაობს ტრაქტორზე. კი შეატყობთ რა ამხელა მასიური ტექნიკა არის ჩემს უკან. ტექნიკა მუდმივ მუშა პროცესში არის, არ აქვს თავისი ბუნკერი, პატარა ბუნკერი აქვს, რასაც განახებთ, კიდე ძირითადად პროცესი არის მუდმივი რა, იღებს მოსავალს, ეს მოსავალი აღებული გადადის ლაფეთში და ტექნიკა არ ისვენებს რა. ეს მომენტი პლუს ეხმარება იმაში, რომ უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე თქვათ კონკურენტი ბრენდები. ზოგადად სოფლიოშიც რომ მოგიყვეთ, ძალიან ცოტა მწარმოებელი, ვინც ასეთ ტექნიკას აკეთებს, შეიძლება 2-3 იყოს სულ და მორესილი ერთ-ერთი მათგანია. პატარა ბუნკერს განახებთ. ზოგადად როცა პროცესი მიდის, ლაფეთი რა თქმა უნდა ამოწურვად რესურსია და გაივსება. შემდეგ გვაქვს აი ესეთი პატარა ბუნკერი, სადაც შეიგროვებს იმ მასას, სანამ ლაფეტი ჩაენაცვლება და მეორე ლაფეტი მოვა. მოდი უკანა მხარესაც განახებთ. ზოგადად ტექნიკისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი არის მეინტენენსი და უმნიშვნელოვანესი მომენტი არის დაკალიბრება. რა დღეს პირველი დღე არის ჩვენი აქ ყოფნის, მორესილის მთავარი ინჟინერები იმყოფებიან ჩვენთან და ჩვენი დღის მთავარი მიზანი არის, რომ პირველ რიგში ტრაქტორს დაუკავშიროთ ყველა თავის მოწყობილობა ჯოისტიკით თუ ეკრანით და დავაკალიბროთ ტექნიკა. მოკლედ, აი აქედან ეს არის ჩვენი უკანა მხარე, უკანა მხრიდან ხედავთ თუ უშუალო სისტემას, აქ იყრება ჩვენი ნუში, ეს არის ის ადგილი, რაც გითხარით, აქ ელევატორები არის, ელევატორებიდან ყველაფერი ადის ზემოთ და აი აქ არის პატარა ბუნკერი, რაზეც მოგიყევით. ეხლა წავიდეთ და ტრაქტორს განახებთ და განახებთ ტრაქტორზე რა პროცესები მიდის. ესე იგი, პირველი დღეა, მომდენო 5 დღე ვიქნებით აქ, მინიმუმ 5 დღე. გავტესტავთ ტექნიკას, გავტესტავთ მუშაობაში, დავატრენინგებთ ოპერატორს, გავმართავთ და დავაკალიბრებთ სრულად ტრაქტორს და კომბაინს. ეხლა ტრაქტორზე ჩვენი ინჟინერები აყენებენ ჯოისტიკს, ეკრანს, 61-34B ჯონდირი, როგორც გითხარით. პროცესი აქ მოკლედ რომ მოგიყვეთ, ტექნიკას აქვს თავისი კამერა, თავისი ეკრანი, თავისი ჯოისტიკი, ყველაფერი უნდა მოთავსდეს ტრაქტორში, რომ სრული კონტროლი ქონდეს ოპერატორს, რომ ყველაფერი დაინახოს, რა თქმა უნდა, ტრაქტორიდან და ძირითადი მართვა იყოს ტრაქტორიდან და არ უწევდეს მუდმივი ჩამოსვლა. 180 ცხენის ძალიანი ტექნიკა, 4 ცილინდრი, 114 ცხენის ძალა, ეს არის ტექნიკა, რომელიც საკმარისია, რომ ეს ტექნიკა მორესილის კომბაინი ვამუშაოთ. პირველი დღისთვის სულ ეს არის, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე დღესაც განახებთ თუ რა ხდება ჩვენთან მორესილის კომბაინთან ერთად.